გავიდა 3 საათი და მექანიკი არ მოდის. იმიტომ დამირეკეს რომ ძალიან დაკავებულები არიან რაიდერი რას გააკეთებს. ამ დროს რას ვაკეთებთ? უნდა შევინაცვლოთ შიმშვიდე, სიწყნარი, იცი რა ადვილია რა ლაპარაკი, მაგრამ საქმეზე აგერ მე თვითონ უკვე საქმეს გაჩვენებთ. ეს ზანგი რუსი რომ ყავს ეგერ, ისიც მაგასაც არ მოსვლია ჯერ მექანიკი. ხელოსანს აქ მექანიკს ეძახიან რა. აი ამ დროს უკვე მოდის ხოლმე ეს ფიქრები, ხო გეგმები გაკეთე უნდა მომესწრო 2 დღეში მერე ისა ესა. ზოგადად ცხოვრებაც მაგრამ კაი მომენტია რომ ფიქრობ, ეხლა ზოგადად ცხოვრება ხო სულ დაყოლებებია, სულ ის არის, ეს არის. ჩევებს რომ ვაძლევთ ხოლმე სხვებს, აი ხა მეც ახლა ხო ვაზრებ შიმშვიდე, მაგრამ აი ყო მომაწვა მეც მომენტა, აი მეც ჩემ თავს ვეუბნები, დამშვიდი. უარესი რა უნდა მოხდეს, მაგრამ ხო იცი ემოციური ხალხი ვარ და რაღაც გაწვება და აი უნდა გააკონტროლო. აი თითქოს აი ვარჯიშია ეს მომენტიც. უბრალოდ გინდა არ გინდა უბრალოდ ისეთი მომენტია რომ აი სხვაზე რო ხარ დამოკიდებული აი ახლა სული თავის აი ხო არის ხოლმე სიტყვა თავისუფლება რო დაფიქრდე თავისუფალი ვერასდროს ვერ იქნები რა გამორიცხულია ყოველთვის ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული ახლა შეიძლება ფილოსოფიური კითხვა ახლა ამ შემთხვევაში კი დამოკიდებული ვარ ამაზე და ვიღაცის იმაზე ვარ და ისა ფიქრობ მაგრამ საერთო ჯამზე მორწმუნე ადამიანი ეს სამყარო ღმერთმა შექმნა, ღმერთის კანონებით ყველაფერი და ბიბლიურად როგორ არის? ცოტა გამოვიდე თორეს მანქანაში დომითასმა. და ბიბლიურად როგორ არის? სატანასაც მოუნდა თავისუფლება ღმერთისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მიაღწია რამეს იბძვის და არაფერი არ გამოსდის და ადამიანები რომლებიც სულ ფიქრობენ რომ თავისუფალი იქნები, თავისუფალი და ეშმაკის შეგონებით ღმერთის კანონებს რომ არ ექვემდებარებოდა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და გონია რომ თავისუფალია და ამ დროს ეშმაკი ხარობს ადამიანი გონია რომ თვითონ წვიტა და რაღაცის გონია რომ თავისუფალია მაგრამ ეშმაკის აზე და სატანის აზე მოქმედებს და ამ დროს ეშმაკზეა დამოკიდებული. ეხლა ამ დღეებში ვკითხულობ ვისის წიგნია მასტურის წერილები. რუსულად წავიკითხეთ და პისმა ბალამუტა, ხო სიტყვა ბალამუტი და თუნდაც ქართულად გადაუთარგმნათ არც ვიცოდი და არის ეხლა ძალიან ისის საზოგადოება ვინც შემომთავაზეს ქართულად გადმოთარგმნილი და ისევ თავიდან ვკითხულობ ეს იგი მასტურის წერილები კიდევ გადავავლებ ამ ლუისის შემოქმედებას მოგეხსენებათ ლუისი ესეთი ღვთისმეტყველი იყო მწერდა სულას რაღაცას წერდა და მე ჩვენ ლიტერატურულ თემაზე განვიხილავთ მაგას აუცილებლად და იქ არის რომ აი ეს მასტური ანუ ბალამუტი როგორც ცდილობს ადამიანები ასწუნოს და თავისი ჭუაზე ატაროს და ძალიან ისეთი შემეცნებითი წიგნია. და სამწუხაროდ ადამიანები უცნობიერად ექვემდებარებით მას ის სრულებს. აიქაც ასე მოთმენებით და შეინთა მოიპოვეს სულისო და ეხლა მე რო დავიწყო სად არის ის ჩვენი ხელოსანი როგორ არის რატო არ ღვევს სად არის და ამ დროს აი მასტურის წერილებს კარგად ყურადღებით რო წაიკითხავთ აი როგორ მოქმედებს ადამიანზე რომ იქ ასე ამბობს რომ ჩვენიანი უნდა გავხატოთ ჩვენი არის ეს შეცდენილი ადამიანი მაგას ჭკუაში ანუ სატანის იქ მაგას ну როგორი ის არის რომ დიდი მოხუცი ეშმაკი ასწავლის ახალგაზრდა ეშმაკს
როგორ უნდა ასწვნოს ადამიანი, გნუსიკია. ის მთელი მეთოდებია და ეხლა ვზივარ და კითხო რომ და ძალიანებად განვიხილავ ამ ყველაფერს რა. ora ის გადაკრულია და ასე ხომ არ აცრებოდა. დაგჩენია. ავიდეთ, მოწმანდეთ, დავშვიდეთ და ისე მოთმინებით და რუდუნებით დაველოდოთ ჩვენ ხელოსას. და ისეთი ადგილი მაინც ყოფილიყო, რომ სადმე წავსულიყავი აზიაში ან სადაც კონდიციონერი თუნდა რაღაც სიგრილეში კი ვარ. კარგო ამ ხრი მაგარია. ჩვენ ზანგ პუშკინასთანაც არ არის ხელოსანი მოსული და ხო არ მივიდე ან შეიძლება ძინას ვიდევას და ნახოთ. ხიარული ზანგი კი იყო. რუსი ვარო, რუსი. შოკოლადნი. და იმას არანაირი პრობლემა არ აქვს ის შამბერთან შლანგი აქვს მოწყვეტილი. ნელა შეუძლია მივიდეს 20 მაისში, მაგრამ რატო არ მიდის? არ უნდა მაინც რომ მე პრობლემები არ შეექმნას, მაინც შეიძლება გაფრთხილდეს იმ გზაში. ამოვისუნთქოთ და დავილოთოთ. ავიდა მე-4 საათი. ახავეს უდაბნოში. ლას-ვეგასსა და იუტას გზას შორის. რა ქვია ხა დასახლებაც არ არის. მოკლედ ვიტყვით, მახავეს უდაბნოში. არა, ჩვენი პუშკინა ვერ დაძრავს. სულ დამოვიწყო, ნახეთ. ეს აქედან, ესე იგი, ნახეთ როგორ არის ეს დარჩენილი ზოლები, ესე იგი, სამატანმაჟენია, ნუ თვით დამუხრუჭება გააკეთა და ეს ასე იხოხიალა. აი ეს მიდის ეს სად არის ეს ზოლი? ეგე. აი ზოლი მიდის და მივიდა იქამდე. ესე იგი გაჭედა რა. მაგრამ შეუძლია მაგას მოუჭიროს ის შამბერი და ისინი არა მაქვს, რა ქვია იმას. ინსტრუმენტებია, მაგრამ ინსტრუმენტებიც არა, შეიძლება რაღაცა შეცდომას დაუშვას, ნუ არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ სივრცეში და ამ იმაში მარტო არ ვართ. მე კარგო და შავკანიანი პუშკინა. თუ შევედი კომუნიკაციაში, რა თქმა უნდა, გადავიღებ. მაგრამ ალბათ ძინავს. დავილოთ. ბედი არ გინდა. მე ხა იმ ჩემ კომპანიაში და ასეთ მითხრეს რომ არა ყავსო მუშებიო და რა ვქნათო და 3 საათზე ადრეო ვერ მოვართო. მეთქი ხო არ დაგავიწყდი და რა ვიცი. მეთქი ლას-ვეგასი აქვე ახლოს არის და რა ვერ იპოვეთ მეთქი და არ არიანო რა ხელოსნები. რა ვქნათ მეგობრებო, თქვენ რას იზავთ? ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დანარჩენი ვაჩვენებთ იმას, რაც არის. ესე იგი გავიდა უკვე მე-6 საათი მიდის რა. დავა დავიძინებ მაინც არა მეგობრებო, სხვა რა უნდა ვქნათ. თუ რამე იქნება დავაფიქსირებთ. გონი გვეშველა მოვიდნენ. აბასა დავხდე ეთქვა, ეხა ის არის თუ ჩემთან მოვიდა თუ იმასთან მოვიდა. ნახოთ აბა. გამილე კამეძებს და აგერა ვარ მეთქი.
My friend, hello. I'm here. Yeah. I'm very happy you are come. You are very busy, yeah? Yeah. Yo, brain. Question, brain. Maybe it's a recap. Let's see, yeah. Unfortunately. You came from Las Vegas? No, St. George. From Utah. Oh. Yep. Yeah, Utah-dan mოვიდა. It's right side, back side, very no convenient place. Just over here. You see, Brian, you see this one? It drove and this, yeah. So. Okay. It's recap tires. Yep. It's recap, yeah, გადაკრულია, yeah. Just over here it's happened, yeah, immediately. Alrighty, well. Back up here and Very, get it taken care of for you. Yeah, very bad location. Okay, sounds good. Yeah, okay. I will help you. Huh? I will help you. No, it's all good. I'll get it. Okay. Are you recording me? No, just I make photo. ვიღებო და არამეთქი ფოტოს ვიღებ მეთქი რა. მოიწყო არის სიამონა. ესე იგი, რაც არის ეგ არის, ეს გადავიღე. ესე იგი, ლას ვეგასიდან კი არ მოვიდა იუტადან. წარმოიდგინეთ თქვენ. იუტა აქედან არის 120 მაილში და ლას ვეგასი 50 მაილშია რა. რაც არის ეგ არის რა. ამი საათია, მაგრამ მოვა ახლა ზად მიხოდით. თვითონ გადავიღოთ ნატურალურად და ბუნებრივად ყველაფერი. ესეთი ცუდი ადგილია და რაღაცას მოახერხებს ალბათ. ჩვენც ახლა არ გავაღიზიანოთ ტიპი. უკან შევამოწმოთ ის დგას, ის ტრანგელები, სამკუთხედები. აქედან გადავიღებ და ცოტა ეშმაკობა გავაკეთე, რომ არ გაღიზიანდეს. $40 ვაჩუქე. და მე რომ გადავიღოთ რა, ეხა არ გაღიზიანდეს, რა ვიცი და ეხა ის შლანგი გამოიტანა, აქეთ შემოაერთა. ისე მამეთკი შემიძლია უთხრა გიღებ მეთქი, მაგრამ რავი, მე უარყოფითად გაღიზიანდეს იყოს ჯანდაბას. ისე გადავიღებ, რომ პაპარაცულად რო ეტყვი. აბა როგორ პაკრიშკას მომწევთ, იმედია გადაკრული არ იქნება. ხო არა, ეს ახალი პაკრიშკებია. საბურავები და ისინი გადაკრულიო. ჩალიჩოდა რომ იმერთან მისულიყო, სადაც იაფიანი ის იქნებოდა რა. გადაკრული იაფია და ეხლა რაიდერი რო წამოვიდა, ეხლა გადაკრულს არ მოგცემენ. არა გადაკრულს რა. ძალიან ვიწრო გზა არის, ძალიან გვერდზე გადიან მანქანები. გამოდის მაგას ისეთი ქარით მოდის. ნახეთ, გამოირა ეს ეხლა მანქანა ამოძრავდება ისეთი ქარით. კარგო. ფეხსაცმელები უნდა შეგიცვალოთ. ორივე და ეხლა მიაწვი რომ მოხსნას იქიდან. მანქანაში არ გავაღიზიანო.
ისე ზოგადად არ უყვართ ხოლმე, რომ ზედ ადგილ ხარ ხოლმე და ქართულებს ხო გიყვარს ხოლმე ყურება. თან ახლა რო შეამჩნია რომ ვიღებ ჯობია პარტიზანურად ეს ძველი საბურავები და ალბათ იქ გადააკრავს ახლა ახლებს. ძალიან ფიზიკური სამუშაოა რა, კაი წელი უნდა გქონდეს რა. მე პირადად ჩემი წელის გადამყიდე მაგას ვერ გავაკეთებთ. ორ ახალი იმასთან მივიდა საბურავთან. მეტად აქ რო დაედო და აქ აეკეთებინა კარგი იქნებოდა მაგრამ ჩვენ ნახავდით როგორ აყინებს ხოლმე. გახსოვთ ერთხელ ნიუ-მეხიკოში ხელოსანთან რომ მივედით რა, ეს ბრაზიანი კაცი რო იყო და მაშინაც დავატეკი რა როგორ აკეთებ და გამიბრასდა, ნუ მიყურებო რა. და მე მანქანაში ჩავჭიკე ჩუმად ვიღებ და ისეთი მომენტია. ეხლა არ ამგონი ამან დამიწყოს, მაგრამ ნუ შენიშნა მითხრა რომ ნუ მიიღებო და მეც ვარ დავიწყებ, ეხლა თავს ვარ გავიგიჟებ რა. ეხლა საბურავი მიაგდა იმ დისკზე გადაატარებს. ჩასვავს უფრო სწორად. მალე მოვიდა ეს დისკზე შეაყენა უყრის. ახალი საბურავი. კარგიდან ჩანს, ნახეთ როგორ ასვავს. აი, მე გიხედავთ თქვენ ვიდეოში კარგად არ ჩანს, მაგრამ ზემოდან შემოატარებს, მე რაღაც ზეთივით ჰაერს დაარტყავს, უბრალოდ წნევით ჰაერს გაუშვებს და იჭდება, მაგრამ რკინით მაინც უწევს რეზინის, ნუ დისკზე რეზინის შემოტარება რა. თვარე როგორ გამოჩნდა ნახეთ უდაბნოში რა თვარე სავსე მთვარეა მახსოვს ბავშვობაში სავსე მთვარეს რომ ნახავდით ხოლმე ჩავიფიქრებდით ხოლმე და აი მოდი ახლა ჩავიფიქროთ რომ ჩვენი სურვილები შესრულდეს 1 2 3 ჩავიფიქრეთ საკმაოდ სწრაფად მუშაობს მარტო კაცი და ერთი უკვე მიაყენა შიდა საბურავი დისკთან ერთად ხა მეორე ესე ჩალიჩება დაბერას ართან ამოწმებს რაღაც არა თუ შიდა თუ არა ხო აი აღარ გაწვალეთ მეგობრებო სიმღერაში არ ჩანს არაფერი და დაველოთთ ეხლა ჩვენ ასეთი რაღაცა გვაქვს ესე იგი ჩემი კომპანია შეეცდება რომ ნელეში ცოტა აგრიდა ხო იცით მაგ ვარსკვლავები ნახე როგორ არის მოფენილი სავსე მთვარე იმის იმედად რომ ყველა სრულები შეგვისრულდება მოუჭერს გადაკრული რო იყო ეს აცურა ეს რო აცურა მე ესეც გახეთქა რა ეს რო გადაკრული არ ყოფილიყო არ გასწდებოდა ეს რო იაფიჯდება ამიტომ ფათ მუშაობ მეთქი და ო სილოფა და ეხა კიდო სხვაგან უნდა წავიდეო მეთქიო მალადეც მეთქი და გაუხარ წავიდე მეთქი არა ჯორო ქაღალდები უნდა მოგცევ ხელი მოგიწერო რომ გაგიკეთო ნახუთებს გააკეთებს და მომცევს მაგრამ მოვიტანო არ ჯერ წავიდეს და იმ ტრანგელებს მერე მოხსნი ახალი პრობლემები დამიყენეს პრობლემები თუ სუმერევა მას საბურავები ესეც ახალია და იმედია გზაში არ გასხდებით არა სამკუთხედს გააკეთეს მოდემე ტრანგელებს ეძახიან ინგლისურად სამკუთხედს ესეც ცუდი ადგილია ნახე რომ ესე ქიჟები დადიან ასე არ დავეჯახო ისეთ
ახლა რავში. საერთოდ ზოგადად 3 უნდა დადგა რა. ერთი ავიღოთ. მე გავასწოროთ იქით. ერთი. სამის უკან მოსულა მანქანები. ეს 2. ოპედურია თან ისეთი ხმა აქვს რა. და ნაშა ამას შევაგდებ. მე გავჩერდები ისეთ ადგილას მე დავალაგებ და ჩავალაგებ რო იტყვია. შევაგდოთ ეს აბა. კარგოს ახალი ფეხსაცმელები აქვს. ამას გავაკეთეთ. სადაც გავჩერდი და დაველოდოთ საფუთერს. ფუთები მომცა, ხელი მოწერ. მეთქი რა დაჭდება მეთქა, მე არ ვიციო. მე მუშავარო. თვითონ გადაწყვეტავენ კომპანიებიო იქით. ოკეი, მეც ახლა ამას გადაუგზავნი ჩემ იმ ვინც მორიგია. მოემზადებით და წავართ. წავიდა ჩვენი დიდი სამთხელი ჩამოვართვი. ეს იმას დაურეკე, ეს გამიკეთეს. რა მივიდე იმასთან, რა ქვია. იმ ზანგრუსთან. რა ცოტა აფერისტი ტიპი იყო და. რაცნა ჩინაგანად არ მომიწე. კი, ახლა ცოტა გავერთობოდისავით, მაინც ახლა ზანგი რუსულად გოლაპარაკება. ფაქტობრივად ღამის 3 საათი ახლა ძინავს კიდევ. ბოლური წვიმანები ამ ვიდეოს ადავარქვათ იმათვის ვისაც უყვარს პრობლემების ყურება. ფილოსოფია არ უნდა, ლიტერატურა არ უნდა, ის არ უნდა, ეს არ ფიქრი არ უნდა და ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ ყველა ასე ვთქვათ მაყურებლები და გემოვნების ადამიანები უკმაყოფილები არ დავტოვოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ პოზიტიურები. არა მე საერთოდ გემოვნებაზე არ დავობენ და აქედან გამომდინარე ჩვენც ასე თუ ისე ყველა გემოვნება დავაკმაყოფილებ. წავედით. ეხლა წავალ ძალიან გვიანია წავალ და ღამე დილით გავალ 6 საათზე და ცოტა ეხლა დავიძინებ და როგორია ახალი ოპა კარგი. დამაგვიანეს მაგრამ რასიზა. ეხლა მთავარია ვინ გადაერთეს ამის ფულს. ყველა კოზერი ჩემ ხელშია. გადაკრული აქვე იმას. საბურავები მქონდა. სიცხე არის 53 გრადუსიო. ამიტომ წესი და რიგით არ უნდა გადამახტევინო. ყოველ შემთხვევაში ვიბრძოლებ. სამართლიანობრივ ვთქვათ, არ უნდა გადამახტევინო, მაგრამ რა ვიცი ამათი ვიცი კაპიტალისტური სამყარო ფული. ის ნახეთ ის ტრამპა რა გააკეთა, რა განცხადება გააკეთა. გიჟია ეს კაცი რა. ეხლა უსმენდი რა, ესე იგი ტრამპი გამოვიდა და ამ უკრაინა მაგარი ქვეყანაო, წიაღისეული, ყველაფერი მან კარგი აქვს და მიწა კარგი აქვს და ჩვენ რომ მან შევალთო და ყველაფერს ავიღებთო. წარმოიდგინეთ რა. ნუ გამოდის რომ ზელენსკი და ამ მაგათმა თავრობამ ყველაფერი გააკეთეს. ეხლა ასე რომ გიბედავს პრეზიდენტი, რა ვიცი, ასე არ ვიცი. ოდა რატო თქვი ეს ისე რომ ამერიკა ყველაფერი ფუძია დამოკიდებული და
იქნება როგორ იქნება. თუმცა შემდეგ ვიდეოში გეტყვით გამარჯვებული ვინ იქნება, იმიტომ ჯერ გათენდეს მე ამ ვიდეოს დავამთავრებ და შემდეგ ვიდეოზე გამოვაცხადებ. ჩვენ გახსოვთ ხო ვიქტორინა იყო ასე რომ ვინ ამ ხარჯებს მე გადამახტევინებენ თუ კომპანია გადაიხდეს. ვინც იქნება გამარჯვებული ჩვენგან პატარა სუვენირი. წიგნები სამწუხაროდ დამთავრდა. თუმცა ჩემი წიგნების კითხვა თუ გინდათ ჩემ YouTube-ზე აუდიო ვერსია დევს. და ვიქტორინა ჩვეულებრივ ძალაშია. სუვენირი თბილისში რო ჩამოვარ გადავცემთ ამერიკული სუვენირებს. ან სიმბოლოს საჩუქრად. ვიქტორინა ამ ხარჯებს მე გადავიხდი თუ კომპანია. კარგით მეგობრებო, აი ასე და ასე მოხდა ეს ჩვენი პრობლემატური ვიდეოს დამთავრება. ყველას გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულს და პრობლემები და დაბრძოლებები ყველას შორს ჩვენგან. კარგად, ემშვიდობებით. ყველაფერი კარგი. შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში. კარგად.